ნარჩენების მართვის არსებული სისტემის გაუმჯობესების ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების მისაღებად კოლორადოს შტატ ქალაქ გოლდენსა და ბათუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება წარმოადგენს. მემორანდუმი ქართული მხარის ქალაქ გოლდენში საპასუხო ვიზიტს, მათი გამოცდილების ადგილზე გაცნობას, ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებას, გადამუშავებისა და დახარისხების მეთოდების სიღრმისეულად შესწავლას ითვალისწინებს. ბათუმის მერის მოადგილე გონიოს პოლიგონზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ამერიკული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს. ქართული მხარის საპასუხო ვიზიტი ამერიკაში ზაფხულში ნაგავსაყრელთან დაკავშირებით კი კონკრეტული ღონისძიებების გატარებას შემოდგომაზეა ნავარაუდები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევამციროთ იმ ნარჩენების რაოდენობა, რომელიც ნაგავსაყრელზე ხვდება. ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი ნაგავსაყრელების სწორი ლიკვიდაცია. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. ნაგავსაყრელიდან დღესაც ვიღებთ ბუნებრივ აირს, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება. ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იქნება. საუბარო გონიოს პოლიგონი შეიცავს გარკვეულ ეკოლოგიურ რისკებს თქვენ მოგახსენებათ რა. ამიტომ არის საჭირო რომ აი სწორედ ეს ნაგავსაყრელი რომელიც არსებობს უნდა მოხდეს იმ ნაგავსაყრელის ასე ვთქვათ მთლიანად მისი ლიკვიდაცია გულისხმობს იქ ნიადაგის გამოცვლას იმ პოლიგონზე სადაც ამათ ნაგავსაყრელი ჰქონდათ მოახდინეს ამ ნაგავსაყრელის ისე გადამუშავება და ისე შეცვლა ნიადაგის რომ იქ აქვთ უკვე რეკრეაციული ზონები აქვთ სპორტული ნაგებობები. პროექტის მიზანს მყარი ნარჩენების შეგროვება, განთავსება და სწორად გადამუშავების ხელშეწყობა წარმოადგენს. ვფიქრობ, აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას.